მოკლედ ეს უკვე სხვა ვლოგი დაიწყო, ოღონდ აი წინა დღის გაგრძელება არის, იმიტომ რომ თქვენ ერთად ყავა არ დამილევია, უბრალოდ ძალიან დიდი ვლოგი გამოვიდოდა და ისიქ შევწყვიტე და ეს უკვე სხვა დღეს დაიდება. ასე რომ არ ვიცი, საღამო მშვიდობის პრინციპში შემიძლია გითხრათ. როგორ ხართ, რა შრებით, ხო ხართ ყველა კარგად, ჯანმრთელად, ყველაფერი ხო რიგზია. არ ვიცი, მსოფლიოში ისეთი ამბები ხდება ხალხო, რომ კარგად როგორ უნდა ვიყოთ ზოგადად ადამიანები, მე კი არ ვიცი. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ რაღაცნაირად კიდე ვინარჩუნებთ სიმშვიდე, ეს აი არ ვიცი ხო რა. მარიკო მიირთვიდე და ყავა მოვიდუღე, ხო და დავლიე, იმიტომ რომ დღეს დავლიე უკვე ერთხელ დილით სანამ წავიდოდი, ხო და რომ მოვედი აღარ დამილევია. მე ხო ერთ ჭიქაზე ჩამოვედი 5-დან 1-ზე. ვინმეს რო ეთქვა სიცილით მოვკვდებოდი, მეთქი, ანუ რა ის ერთ ჭიქაზე ჩამოვსვლელი ვარ, მაგრამ ხო ხედავთ. ამასობაში ჩამოვბრძანდი ერთ ჭიქაზე. სპეციალურად არა, უბრალოდ დილით არ მთხოვს ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალიან ადრე ვდგები და გავდივარ. სასახლეში არ სიამოვნებს ხოლმე ყავის დალევა, ხშირ შემთხვევაში ზოგადად, ანუ იშვიათად რომ მე დავლიო ყავას სამსახურში, არ მიყვარს მე გადარბენითი ყავის დალევები. და რომ მოვდივარ ვსვამ და იმდენად კარგად ვსვამ და იმდენად ბედნიერებას განვიცდი, რომ შემდეგი ჭიქა აღარ სიამოვნებს. 1.5 ერთზე ჩამოცუნცულებული ვარ ბედნიერად. ადო. ასე რომ ესეთი ამბები გოგოებო ყავასთან დაკავშირებით. ესე იგი ტელევიზორ ჩავთავი, იქ ისრაელი, იქ უკრაინა. ნუ საქართველოში ხო საერთოდ ვერ ვიგებ ხალხო რა ხდება, ანუ აი უკვე რომ რაღაცას იგებ. საერთოდ არ ვიცი რა ხდება. ანუ რა გველოდება წინ? ამდენი ახალგაზრდა, ამდენი დაჭერილი ახალგაზრდა ხალხო, ზოგი მსახიობი, ზოგი სპორტსმენი, ზოგი. მე არ ვიცი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. არის სრული არეულობა. მარიკო არ სიამოვნებს დედა ნიავი, იმიტომ რომ ესე ძალიან არ მცხელა. გათიშე დედი არ გამიცივდე? მიირთვი ჩემო სიცოცხლე. მიირთვი და შენ შილაქს ელემენტები ჩაუდოდ, გინდა? ხო და უბრალოდ ამდენ სტრესს თითქოს აი გონება უკვე ვეღარ უძლებს. ვეღარ უძლებ, აღარ მინდა ჩართო. მე შემოვიდა ვიჭორავეთ, ამიტომ მომიწია ვიდეოს გაწყდა ამასობაში ნახევარი ჭიქა ყავას შემომესვა. ესე იგი, იმაზე საუბრობდი, რომ ტელევიზორი ჩართო ხო აღარ მინდა და ტელევიზორით რო არ ჩართო, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სოციალია, გადაჭრელებული და ხშირ შემთხვევაში ვსქროლავ და ბევრი ინფორმაცია ჩემამდე აღარ მომაქვს. იმიტომ რომ მე ხალხო ნერვიულობ და აღარ მინდა რა შენი ჭირი მე, მაგრამ ის რაც სოფლიო ტრაგედიაა და ჩვენი და ყველასი, ამას ყველა ვხედავთ, ხო? სულ ვარ უყურო, ეს ასია. ხო და ესე იგი გუშინ იყო თუ გუშინ წინ? აი მე როდის ვნახე? ხო რა გუშინ წინ არ მახსოვს, ტელევიზორშიც იყო, სოციალურ ქსელშიც ვნახე და მსგავსი ტრაგედიები მე მზარავს და გონია რომ არ დარჩება ალბათ ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ვინც ამაზე ძალიან მკვეთრად არ იტყვის, რომ ნუ ეს არის აბსოლუტური, აი არ ვიცი, გაუმართლებელი განზრახმკვლელობა, ანუ სხვა, მე ხა მაგას ალბათ სხვა კვალიფიკაცია სავარაუდოდ არ მიეცემა, ეს არის განზრახმკვლელობა არხში ჩვილი ბავშვი რომ იპოვეს გარდაცვლილი, არხში ჩაგდებული, აი უბრალოდ ტკივილამდე მტკივა ყველაფერი, რომ წარმოვიდგენ ცოცხალ არსებას, როგორ აგდებ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც იცი, რომ გადარჩენის არც ერთი შანსი, არც 1%, აი 1%-იც ფიზიკურად ვერ ექნება, რომ ჩვილი ადამიანი, რომელიც ნუ თავის თავს ვერანაირად ვერ დაიცავს, ვერაფერს ვერ გააკეთებ და აგდებ არხში. გამიზვლად, განზრახმკვლელობა, აი ეგეთ ადამიანს, მე პირადად ეგეთ ადამიანს მივცემ სამუდამოს, აი სულ ვიძახი ხოლმე რომ პედოფილები, აი ესეთი ადამიანები, აი მსგავსი ტრაგედიები ხალხო, აი არ უნდა დარჩეს, როგორ იცი, რომ 20 და 30 წელი მიესაჯე კერა, სამუდამო უნდა მისცე ხალხო, გეხვეწებით, ვიღაცის მანქანის ფარი რო გატეხო 4 წელს გისჯიან და ადამიანი, რომელიც მოკლავ საკუთარ შვილს, ნუ მე არ ვიცი ახლა ამას რა ქვია და რა დავარქვა და აი რა დედა ხარ, რა გული გაქვს, დედობას თავიდანვე როგორი ადამიანი ხარ,
ნებისმიერი ვისი შვილიც არ უნდა იყოს, მე მაგათად ვერავიშვილს ვერ გავიმეტებ, ხალხო გინდა ჩემი იყოს და გინდა სხვისი, ანუ აი არ ვიცი რა, ვერ წამომიდგენია როდის მიდიან ამ ეტაპამდე ადამიანები, აი რა ხდება, აი აქ რა ხდება. აი აქ შეაერთე. მიირთვი ეს დედიკო. არ ვიცი მაგ დროს რა ხდება. არ ვიცი. აი სახტად დავრჩი, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ასეთი ტრაგედიები, როცა ბავშვებს ასე ძალიან მკაცრ განაჩენს გამოუტანენ ხოლმე თავად მშობლები და ეს ალბათ ისეთი ცოდვაა, რომ არ მგონია, ნახეთ, აი თუ ჩვენ ხო გწავს რომ არის ღმერთი, არსებობს უფალი, მაღლიდან გვიყურებს, ეს ის ხედავს და თუ მართლა არსებობს და არსებობს, ხო ჩვენ ასე გვწამს ადამიანებს, ხა ზოგს არ წამს, მაგრამ ეს არის ზოგი და არა ეს მასშტაბურად ბევრი ადამიანი, ხო? მე მგონია რომ ასეთი ცოდვა არ შეიძლება რომ იყოს პატიებადი. აი ძალიან შესაძლოა ვიღაცისთვის ტკივილ რამეს ვამბობ, მაგრამ საკუთარ შვილს ხალხო აი როგორ უნდა მოგეტეოთ ესეთი ცოდვა, მე ჩემამდე არ დადეს, აი რანაირად შეიძლება რომ ხო, მიპატიებია ვინმე გითხრათ. ვინმე რა მამაო. უფალმა გაპატიოთ. მამაო შეიძლება გითხრას. ოდესმე თუ მოინანიებ. მაგრამ იქ მე არ ვიცი. მოდი წაიღე. წაიღე გატან. ეს გინდა სადგამი? აჰა, წაიღე. არ გაფუჭებულა რა გატირებს? მითხარი? მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. არ გაფუჭებულა. მოდი. მოდი დედასი, მოდი. მოდი სიხარ. კაცო. დედა, აი აქ უნდა მიაწვდა ჩაირთვება, ნახე. ოლოი და ესენი ცრემლები აიცე უძლია დედაზე. აი შემოხედე, აი ასე. მერე ამით გათიშე. აი, აღარ იტირო. მოდით მაგიწიო. სად გავშენით მისაკეთები? მომიტანეთ ხელა და ცოდო ხარდე. მომიტანეთ. წადით. ვაიმე. ვაიმე წაკისვი. წადის ხარ. მომიტანეთე. დადეს სიყვარულო მოდი. მოდი ჩემთან. მოდი გადავიწიოთ დედს ხელა და ცოდო ხარ. მაშინ გაშლით მაშინ. ვაიმე როგორ გიხდება ესე აწეული დე? როგორ ძალიან გიხდება ესე აწეული ჩემო ლამაზო. მოდი. აქეთ მოდი დედიკო ახლა. ხალხო ის ერთი ოფლიანობა იცის. ეხლა გაშლით მაშინ როც ხელა რანაირად არ უნდა იყოს ესე მარა ის არის, არ უყვარს დიდად აწევა რა. და აბა ჩაიხედე სარკეში მოგწონს დედიკომ რო გაგიკეთა? წადი. ჩაიხედე და გაიმიავე. და მე თუ ვერ გაიგე მისი დანაშაული, დაგიჯდება და იქ კარგი ქალობის სადღეგრძელოზე მადლობას მოიხდის, კარგი დედობაზე მადლობას მოიხდის, შესაძლოა აყავს ოჯახი, ან ამაგას არ აქვს მნიშვნელობა, ან მერე გათხოვდეს და იქ კლდემა მოსილებაში იქნება და ეს კაცმა როგორ უნდა გაუბედოს და აი ეგეთი ქალები არიან მერე ეგრე. რომ ვითომ იმას რა ქვია, თამაშობენ რაღაცა კეთილშობილებას. ამ დროს ალბათ თავს უნდა იკლავდე ადამიანი, როცა ასეთ უკიდეგანო ცოდვას ჩადიხარ. ნუ აი არ ვიცი რა. ხო არის, რომ ყოლობაზე მიდიხარ ადამიანი და ვიღაცას კლავ, ხო? არის ხო? შვილს ასე რომ არხში აგდებ და ახრჩობ? მე არ ვიცი. გაგიკეთო იგეც დე? მოდი. შენ ხო არ გეძინება დე რაღაცა გულჩვილი ხარ? ლამაზო ხო არ გეძინება დე? მოდი აქეთ გამოდი, აქეთ მხარეს გაგიკეთო კიდე ჩემო ლამაზო. მოდი. თითქოს გრძნობ რომ გეძინება.
ნახე როგორ გიხდება დე ხო და ასე რომ არ ვიცი ძალიან შემზარავი ამბავია და ალბათ არ დარჩა ადამიანი და არ დარჩება ადამიანი ვისაც გულზე არ მოხვდება ეს ამბავი ეს ტრაგედია და არ იქნება გამწარებული ამ ტრაგედიით იმიტომ რომ ესეთი რაღაც კიდე გაქვს მომით გაგიკეთოდე ესეთი რაღაც უბრალოდ შეუძლებელი მოსასმენად არის საშინელება და ამის რა ქვია გააზრება და შემხედედეთიკო და წარმოიდგინეთ ახლა ვინც ის ჩვილი ნახა კიდე რამხელა ის არის და ალბათ თავის ცხოვრება ადამიანი ასეთ რაღაცას ვერ დაივიწყებ ეს არის რაღაცა ისეთი რასაც აი ხوارი რაღაცა ტრაგედიები დაგავიწყდება ადამიანს რაღაცები მაგრამ ეს იცით როგორი ისტორია რა ვიცი ყოველთვის გამახსენდება ანუ ეს ისტორია ყოველთვის გამახსენდება და ასეთი ისტორიები ჩვენ და სამწუხაროდ ხდება ბევრი. ხა სხვა ქვეყანა მე სხვა ქვეყანაზე არ ვსაუბრობ ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოში საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რაღაცები, ბავშვი ჩააგდო, ისქნა და ვერ ვიგებ რატო. მიყვარ ხარ მე ვარ ჩემი მეგობარი. მეგობარი ხარ, ჩემო სიცოცხლე, აბა რა ხარ დე? მოდი ჩემო საყვარელი. შენ ჩემი ყველაზე საყვარელი კეთილშობილი მეგობარი ხარ. ხო ჩემო ლაპარაკო დე. ჩემო სიცოცხლე. აბა რა ჩვენ სულ მეგობრები ვართ, ხო დედა და ყოველთვის მეგობრები ვიქნებით, ხო საყვარელი? მე ყველას მეგობარი ვარ. და ყველას მეგობარი უნდა იყო, ყველა გვიყვარდეს, ხო დე? დედკოც და მამიკოც და ბებიაც და პაპაც. ხო დედა. არა. მე ვაიმე ღმერთო. ვაიმე დედა. ხალხო, აი მე ტორტი ხარ. ტორტი ვარ, ვაიმე. ჩემი ჩიკიაპო. ჩემო საყვარელო, ხალხო, ეს არსება, რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ და 4 წელია ვფიქრობ, რომ ამაზე სასწაული მე არ ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა მოხდეს და რა ამხელა ბედნიერებას კარგავ ადამიანი, როცა საკუთარ შვილს შენგან იშორებ. ხო, დედიკო, მე არ ვიცი, რა ვიცი. რანაირად შეუძლიათ. არ ვიცი. ხალხო, გააშვილეთ. თქვენი შვილები თუ ასე არ გინდათ, ნუ მოკლავ, შეკაიქალო, ნუ მოკლავ. ჩააცვი, რაც გექნება თუ გინდა შიშველი აიყვანე და ნებისმიერი ადამიანის კართან დატოვე. დატოვე. ის თუ ვერ მიხედავს, ჩააბარებს თავშესაფარში, იქ მეტად კარგად იქნება, ვიდრე არხში რომ გაისტუმრებ ის შენ შვილს, რომელიც იცი რომ ვერ გადარჩება. გააშვილეთ, რამდენი უშვილო წყულია ხალხო, რიქს ელოდებიან, მარიკო თუ შეიძლება, რიქს ელოდებიან იმდენ ხანს. მე მყავდა სხვათა შორის ნაცნობი, რომელსაც არ ყავდა შვილი და რიქში რომ ჩავდგეოთო, მე და ჩემი მეუღლეო ცოტა გვიან შექმნილი ოჯახი იყო და არა დედიკო სახეზე ესე ნუ იფარებ. წადი დედიკო ცოტა ხანი ითამაში, რაზნი მეფანტება და ვეღარ ვსაუბრობ. ვეღარ ვსაუბრობ, თვითყულად კი არ ვთქვი. და ესე მითხრა, რომ დაველოდოთ რიქსო, იქო ისეთი რაღაცები გვითხრესო, ისეთი რაღაცები აგვიხსნესო, რომ მე ვიქნებიო ხალხო, მე ლამის 60 წლისო და უკვე აზრი აღარ აქვსო. ანუ იმდენ ხას მომიწესო ლოდინიო, რა ხა 60 წლისო აღარ მინდაო, რა ბებია ვარო თუ დედაო კაციშვილი რო ვერ გაიგებს და ეს ბავშვი და განა რამდენ წელს უნდა ვიცოცხლოვო, მე პატრონი ხონდაო ამ ბავშვს და რამდენი მშობელი ნატრობს, რამდენი ღირსეული ქალი ნატრობს შვილის ჩახუტებას და ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ ეს ბედნიერება არ აქვთ. სხვის შვილებს ეხუტებიან, სხვის შვილები უყვართ. ეს ტკივილი როგორც ტკივა და შენ დეგენერატო მოგცა ღმერთმა და ალბათ რამდენი მოგცა და ზოგი გააშვილე, ზოგი სადღაც დატოვე და ალბათ რა ვიცი მე. თუმცა ეგ არ ამართლებს. რამდენი ყავდა ერთს ჩაიდენ თუ 100 შენც მშვილობა აღარ აქვს. ისეთი ცოდვაა ეგ. კლავ. მე არ
როგორ შეგიძლიათ ადამიანებს, არ ვიცი ადამიანები როგორ გინდა დაარქვა მაგას. ხალხო ცხოველი რო ცხოველია, არ მიგაკარებს საკუთარ შვილთან ცხოველი და თუ ხედავს რომ რაღაც ისეთი საშიშროება ამოგთხრის თვალებს დაგგლეჯს და შენ რამ გაგიქვა ადამიანო გული ცხოველი აი მაგალითად ცხოველი როგორ მოვიყვანო, როცა ცხოველი იცავს საკუთარ შვილს, გამაგებინეთ და თქვენ მე არ ვიცი აი გული ალბათ რა ეხლა ნუ მეტყვით რა სხვის ცოდვებზე არ ვილაპარაკოთ და ყველა ჩვენი ცოდვები გვაქვს და კი ბატონო, მაგრამ ეს არის ისეთი მასშტაბური ამბავი, რაზეც ალბათ მთელი მსოფლიო ისაუბრებს და საუბრობენ კიდეც ხა მარტო საქართველოში ყურ ხდება კაცო ეს ამბები ხდება უფ რა ქართველმა რა ათენში ეგრე ნაგვის ურნაში არ ჩააგდო ახალშობილი აქედან წავიდა იმიტომ რომ იქ ემშობია რა რომ აქ არ გაიგოთ ვიღაცებს მოყოლილიც მაქვს მე და ისეთ ურნაში ჩააგდო როცა მიდის მე დასუფთავების მანქანა ეს ერთდება რაღაცა დიდი შრანგივით რაღაც და შიგნით იტყლიზება ესე ყველაფერი და გამოაქვს როგორც ფაქტობრივად წყალივით რა და ვიღაც ქალს არ ვიცი ხა ბევრი ახალი გამომწერი ყავთ და ამიტომ უცებ მოგიყვებით და ქალბატონს გაჩერებაზე ძალიან ადრე იყო და იქ ხა ადრე იწყება ძალიან სამსახურები აქ 12-ზე იწყება ეგრე კი არ არის ხო და გაუგია რაღაცა კნავილი და აუ ალბათ კატაო იფიქრა ფისო პატარა და ესეთი დიდი ურნა იყო და ვერ ამოვიყვანო და მოიხმო სხვა ადამიანები რომ დამეხმარეთო გაჩერებაზე ვინც იდგნენ გადავარჩინოთ უფისო იმიტომ რომ იმას რომ შეერთებენ უკვე всё მისი გადარჩენის 1% რო არ არის ეგეთი და აღმოჩინეს ბავშვი ამოიყვანეს და ეგრევე გაშულდა ხალხო ეგრევე გააშვილეს ეგრევე რა თქმა უნდა გამოიძახეს მე თვითონ კი არ გააშვილეს მერე ეს დედა კამერებით რა თქმა უნდა დაიჭირეს და აქეთ უჩივლა ნუ რა თქმა უნდა ადვოკატმა დაარიგა ეხლა აქეთ უჩივლა ითხოვდა ბავშვის დაბრუნებას ნუ გეხვეწებით ეხლა მასეთ ქალს რომელი ბავშვი უნდა დაუთმო ხო ანუ არ უნდა და განზრახ მკვლელობის მუხლი რა თქმა უნდა და რაღაცა სხვა რაღაცებს იგონებდნენ ეს ის რა თქმა უნდა ეს ვერ გადაარჩენდა მას ვერაფერ ვერც ერთ ვარიანტში რა სიდეპირში და არ ვიცი ახლა იქ იხდის სასჯელს თუ აქ იხდის ნამდვილად ვერ გეტყვით მაგრამ ვიცი რომ დაჭერილი იყო და მაგას რო არავინ გამოუშვია და მაგაზე არ არის საუბარი საერთოდ ამიტომ მე არ ვიცი კარგი დაორსულდი გაიგე რომ არ უნდა იმ მამაკაც რამდენი ხანი უმალავდი რომ მაგალითად ვეღარაფერი ვეღარ მოიმოქმედე ხო ჩვენ ხო ხშირ შემთხვევაში ხო ძალიან კარგად ვიცით რომელ მამაკაც უნდა შენგან შვილი ხო ეხლა ძალიან კარგად ვიცით ეხლა ის შეყვარებულია თუ რა არის არ არსებობს ერთ რაღაცა ერთი დღე მაინც არ იყოს რაღაცა რომ არ გესაუბრათ მაგალითად მაგ თემაზე ან ღირსეული მამაკაცი რომელი გეტყვის ეხლა შე რომ აბა ეხლა დროზე და ხო თუ მისთვის უმნიშვნელო ხარ მაინც ალბათ ვერ გეტყვის ამას და გეტყვის რომ იცი რა მე არ მინდა შვილი არ ვარ მამობისთვის კაცო მსად მაგრამ შენ თუ გინდა გააჩინე და შენთვის იყავი არ მინდა პასუხისმგებლობას არ ვიღებ არ ვაძლევ მამობას თორე არც მე ისეთი კაცები არ მომწონს რომ ზალით მიაპორწიალებენ ამ ქალებს აბორტზე ხო და წავიდა ამ ხელაგზიდან წარმოიდგინეთ რომ იქ არავინ იმას ქნას უარესი არ ქნა გადაიჭირეს და რა ვითომ ცოდვა არ შეგიდენია ეხლა სხვა ქვეყანაში ეგ არა უშავს რა ხდება მე ეგეთ რაღაცებზე წყობიდან გამოვდივარ ხალხო ჩემთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩემთვის კი არა ყველასთვის კაცო მოდი დედი მოდი საყვარელო ვისთვის არ არის რომ ტრაგედია დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანისთვის ხო და ეხლა შესაძლოა რაღაც მომენტში ფისოზე არავინ არ იფიქროს ხა ურნიდან ამოიყვანოს მაგრამ იქ ძალიან უყვართ კატები ზოგადად ანუ გიჟდებიან ფისოებზე ნუ აი გიჟდებიან ისე უყვართ და შესაბამისად მათთვის ხო ხვდებით ეხლა რა იყო ეხლა რო ფისო ურნაში და ესე რა ეხლა აქაც რო გაიგო და ისეთ ურნაში ჩავდოს ვინმე თუნდაც კატა რომელიც იცი რომ არ არსებობს და გადარჩეს ჩაყირავდები და ამოიყვან ხო ესია ეხლა ჩვენ გვაქვს მადლობა ღმერთს იმდენი ის რაღაცა შიგნიდან ადამიანობა ბევრს
ეხა ის ერთეულები, რომელიც ასე იმეტებენ ადამიანებს, ამაზე საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. ყველას თავის ცოდვა მოეკითხება, მათ შორის მეც. მათ შორის თქვენს და ყველას. ქალი, რომელიც მოკლავს საკუთარ შვილს, ჩემთვის ვერასოდეს ვერ იქნება ის მომენტი, რომ მიეკევა ცოდვა თუ რაღაც. მე არ ვიცი როგორ მოგეწევა ამ ცოდვა. არ ვიცი. ვაიმე ჩემო საოცრება და ხო არ გცივა? საყვარელი ხო არ შეგცივა? მერთმა გაუნათოს ყოველას გონება და უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ბავშვით მანიპულირება ხალხო უნდა დასრულდეს. აღარავის უნდა ეგ შენი შვილი. ძალით ბავშვით შეტენვების ეპოქა ძალიან დიდი ხნის წინ დასრულდა და თუ კიდევ სადმე ხდება, ეგეც მალე დასრულდება დარწმუნებული ვარ. აღარ არის ეგრე, რომ აუ ბავშვი მოდი ცოლად მოგიყვანოთ. აღარ არის ხალხო ეგრე. შვილადაც კი აღარ აღიარებენ, არა თუ ეხა ცოლად დაგისვან. არ უნდათ. შენთან რომ ერთი წუთით გაერთო და მე შენ უი გადაწყვიტა რომ მიადგე 8 თვის ორსული, მისთვის შენ ვერ იქნები ვერანაირად ღირებული, რომ შენთან ბედი დააკავშიროს თუ რაღაც. წავიდა ეგ დრო. და მაშინაც როცა ხდებოდა ეგეთი რაღაცეები, მე ხშირ შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ ხდებოდა სულ ღალატი, ხშირ შემთხვევაში ცემატყეპები და ასე შემდეგ. არ გინდოდეთ ბავშვით დაჭერილი მამაკაცი, თქვენ უნდა იყოთ მისთვის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში მისთვის მნიშვნელოვანი, თორე და იმის გამბედაობაც უნდა გაგაჩნდეთ სადღაც, რომ თუ ეს დღე დადგება და თქვენი ორსულობა დადგება, მარტოც აიღოთ პასუხისმგებლობა და მის რაღაც იმედად, ასე ვთქვათ, არ იყოთ და ამის მოფიქრება მე რომ მოდი ახლა ავდგები მე და ნაგვისურნაში ან არხში ბავშვს ჩავაგდებ და ვითომ არაფერი მომხდარა. და რა ვიცი რა ვთქვა. მომხდარა კი არა, ისეთი მომხდარა რომ აი მაგაზე მეტი აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს. ჩემი შვილი მას მყრის ვაკა-ვაკაეო. შაკირა სიმღერას. მეტო მაღალო. დაიწყა ჩვენთან დასხმა იმის ასფალტის. ხო და აქეთ მაღლაც ამოუტანიათ ცოტა და მამა ჩემი მაღლიდან კი უნდა გააცა მეთქი რა ხდება. მათ ფეხი აჩადგა დაეკრობის ზედო. მე ვითხარი გული გამიხეთქი რა ამაზე გიოდი ადამიანურად. ხუთი დამაკლა რა ვიციო კაცო მეო. არ შემიძლია. როგორც იქნა თუთის უმრავლესობა ჩამოვიდა ძირს, ასე რომ ცოტა იმაში ვართ სისუფთავეში გავიაროთ. მიდამო. ასე დღეს ძალიან მეტი ჩარა. მე რო ჩემ თავს ვირთობ, აი შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ასე შესაძლოა სხვასთან ვერ გაერთოთ. ანუ როგორც მე საკუთარ თავთან ვერთობი და ასე ვისაუბრეთ. ცხოვრება მოიტანა. წავედით ბაგებში რეპეტიციაზე, მარიკოს ტოვებ ჩვენს ბაღში და მივდივარ ჩვენს მეორე ფილიალში რეპეტიციაზე, იქ ორგანიზებაზე გამოდივარ, ამიტომ უნდა გავიარო რეპეტიცია. ხო და წავედით ბაგებში. გარედან გაჩვენებთ ძალიან ლამაზია ჩვენი ბაღი. ვაიმე დამავიწყდა გადამეღო წინა მხარე გოგოებო. ჩვენი ბაღის ეს და იქითაც არის და აქეთაც არის ძალიან ლამაზი. ჰაი ხალხო, რისთვის ავარ ახლა შემოსული, აბა შემიფასეთ ის ანარიანი და პრიჩო, როგორ გამოვიყურებ. მადლობა მიხდება ხო. ის აშილაკი დავიბიძი. ხო. ახლა რისთვის ავარ შემოსული. ის არის. ესე იგი რა მინდოდა მეთქვა. ხალხო, საქართველოს ხო თავზე გვა გადალეწილი. მოგიხსენებათ ხო? აღლა მეტყობა. ხო გადალეწილი ვარ და ყველას გვეტყობა. უკვე აღარ არის საქართველოს და დაჩენია სუ
დანარჩენები იმიგრაციაში ისევ იმიტომ რომ თქვენი ჩაუხრებული ქვეყანა არ ჩინონ არა ქარხანა არა ფაბრიკა არაფერი გახსნან ორ რაღაცას დაასაქმებენ თავისებს და დანარჩენება იცი რა ქვია ვილოკოთ 10 მადლობა ხო თითები მაიჩა გვაქვს დედა რამდენი ქონია რისთვისაც შემოსული ამდენი რაღაცა ხდება ხო და რამეს დაწერდა კომენტარებში ახლა რაც უხილია ერს ეხლა ნახეთ ხო თავი გაყოფილი იმაში ახლა ბაწარზე კიდევ არ დავკანავ და ერსა რა ადარდებს ახლა გუში დაკლებული იყავი დღეს მე ჩვენები მომატებული ხარ ხო კარგად ახარ 8 კითხვის ნიშანი ერთზე ხო პასუხს ვერ გავცემთ და 8 უნდა დაწერო ვიღაცას აქორწილის ვიდეო უდოს და მე რას საკავს ეს პატარძალი ბოდიში რო არ დაგპატიჟეს ხო დაწერენ გაგლაცხებენ გაგათახირებენ მე აი ბუყარს უდი სიტყვები რა წამომცდა და ისა ბოდიშის მოხდა ხო რაღაც არის და არიქა მეზობლის რძალი ადგა დედამთიზე 10 წუთით გვიან და ღმერთო ეკრევე უნდა ჩაფრინდნენ ხახაში ამოაცალო გლაც და გადაუდო კატებს ხო მეტი სათარდებელი არა გაქვს ისა კინო ხო ამოიჭამეს ამოჭულია უკვე ხალი რომ დედა გათხოვილა გათხოვდით და ვიტა კიჩალა ღმერთო მაღალო სოფიოში ისეთი ამბავია ხო კაცა მალე ვეღარ იპოვით აღდგომა და ხვალო ვეღარ იპოვით კაცა ჯერ ისედაც უკვე კაცების დეფიციტია და ვეღარ იპოვით ხალხო ვისაც ჩარვალია ის კი არა ეგ კაცი და ყველას ახალი კი არა აინტერესებს ხო ახლა ეგ კიდე სხვა ამბავია და სხვა თემაა და ყველას თავისი გზით გაუმარჯოს და ყველა ვაფშე თავის ცხოვრება აქვს მაგრამ იზე რო თქვა დაეწაფეთ მალე კაცები არ იქნებიან ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე ისა რო გავაღებ ხო ეგრევე საიდან გროდებით ანა მე ჩემათი ადადის საიდან გროდებით ასე უცებ როგორ დაჯგუფება უნდა შემოფრინდე და მიდი დაგა ლანჯვა ხალხო მე კი არაფერს არ დამაკლებთ მაგრამ ქვეყანა გიმეურებ თავზე დაგვემხო დამხობილები ვართ იატაკზე დაჭოლილები ვყრივართ всё იზე მოვა ზამთარო ფეხზე ვერ ავდგებით არ მეტი სადარდებელი არა გაქვთ არ იმაზე ვიფიქროთ რომ აბა ხელფასები ნაკლებია და გავიდეთ აქცია მოვაწყოთ აბა იქა დენმა მოიმატა გავიდეთ აქცია მოვაწყოთ იქა არ ეკლებს ხილის ფასი გავიდეთ აქცია მოვაწყოთ არა იმაზე დარდობთ მარჯვენა წარბი ბატონო მაქვს სუსტი რა სუსტი კი არა დაგჭა გოგო წვრილი ხო რა მნიშვნელობა ხო მიხვდით ახლა დედა აზრს ხო აბა გაბედო ნორმალურ ქვეყანაში საბერძნეთი ხო იცი სადარ აკროპოლისი როა და ერთი ცენტი მოაბატონ რამეზე გამოჩნდებია ყველა აღმართებიდან და ანგრევენ ქალაქს ვინმე გაბედოს ერთი ცენტის რამეზე მომატება ხო როცა ვიცით რომ ეს სახის დამთავრებული ამბავია ჩვენა არა აჯუდა მერე რა უნდა შევეგუოთ არ არის პრობლემა და გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს ერთს არ მოკიდები ხარ როდემდე მოვეკიდოთ ხო კი არ მოვეკიდოთ კი დავეკიდეთ რავი რა მაცინებს მაგრამ ვერ ავარ კარგად ისეც მაგ თოლკა ისეც მაგ მისის მატომაჩუკა ბეჭი მიხდება ავისხი რა გარე ჩემი მეზობელი დგას და მინდა რომ ბოღმისაგან აი გასკდეს და დაიშალოს ნაწილებად რომ დავჯდე მაგრამ ვიცი შენი მივითვისა არა ბურთი რომ დაიბადები ხო არ გიშველება არა რა მიზმიშლის მაგრამ რა ვიცი երբები მეშლებ ჩემო სიხარულო ხა წელიწადის რომელი დროა? ზაფხული. ყოჩახს რამდენი დრო გვაქვს? ზაფხული შემოდგომა ზამთარი. წელიწადის 4 დრო 4 გულგასახარი ყოჩახ ეხლა არის ზაფხულში როგორი ამინდი არის? ცხელა. დიახ ცხელა ყოჩახ მზიანი ამინდის გარდა კიდევ როგორი ამინდი არსებობს? როგორი ამინდი შეიძლება? კიდე? კიდე? ყოჩახ კიდე ზამთარში რა ხდება? ციდან რა ცვივა? თოვლის ფანტელი ცვივა ჩემო სიხარულო ზამთარს გეკითხები. ეხლა როგორი ამინდია? ქარიანი. და? ქარიანი. კიდე? ყოჩახ, როდესაც მზეზე გავდივართ, რა უნდა გავაკეთოთ? ყოჩახ, თვალებზე რა უნდა გავიკეთოთ? და კიდევ? და ქუდი. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ზემ არ დაგვწვას.
ყოჩაღ მარია, მიყვარხარ. ჰაი ხალხო. ადრე ხოჭით როგორ მოდაში იყო დედა თაიგულის დაჭერაზე ესე იგი ვებზადებოდით ისე რომ დავინახავდით ქორწილში რომ აღაპყრო ხელები პატარძალ და ეგრევე უვარდებოდით ხახაში. ჩემი სიდაბლის პატრონი ახლა ხახამდე ვერ ავდიოდი მართალია და რჩებოდი თაიგულის გარეშე, მაგრამ ეს მაღალი გოგოები რა მეტყუზებოდნენ წინა ხალხო. ახტობა არ ჭირდებოდა, აჰა აწენდეთ თიც დაიჭერდეთ თაიგულს. ახლა რა დამოხალე წინშე კაი ბაბიდაშვილო ხო ხედავ რომ არა მაქვს რა შესაბამისი სიმაღლა ხა ლამაზი ვარ და ტრენდული ვარ, მაგრამ და ქართლის დედით მოტრფიალე ვარ, მაგრამ არა მაღალი ხო რას ვიზა თუ უფალმა არ დამანათლა სიმაღლე რა ვიცი. ხო ერთხელ წავედი ქორწილში და არ ვიცი რა დამემართა ხალხო დაიჭირე თაიგული დედა სიომეთკი ცხოვრება გაიწყობილი და წამართვის და მე დაგავიხატე და გამომართა, მაგრამ რა მოხდა გავთხოვდი მორალი უფლის ამართალი არსებობს რუმეტაკები და მიგაკ ჩემი სიმწრი დაჭერილი თაიგული სად მიგაკ ვინ გაგატას მაინც გავთხოვდი ხო და მის არის იცოდეთ ხალხო ამართლებს თუ დაიჭირეთ სიოკანეთ მაგრა დამართლებს მე ახლა გასაწყორი კი დარჩებოდი მაინც რას მიშველი დახლა ის თაიგული, მაგრამ მაინც იცი რა სასიამოვნოა და ის მაღალი გოგოები ხალხო დაყიდეთ წინის პატარა გოგოები და დაუთმეთ რომ რაღაცა კაცი კუცი. ახლა მე ხო ქორწილისთვის წინა თვეებში ვითელებოდი რომ დედა თაიგული დამეჭახა თაიგულის კუბოდანთი მე, მაგრამ რატო ხო ახლა ის არის ადგე რაც ვიდეო გავთხოვდი ხო ასე უნდა ვიდახა თაიგულებს რომ მოვაბრავლებ აი და მეორედ გავთხოვდი აი მე ღმერთო მაღალი ჯვარი მწერია ხო არ მიშვიდე უფალოდები რო გავთქვი ხო და ასე აი მე დედა რა არის ეს ახალ ამას დააცქედით მას შევიღებე ამა დამაცქედით ამ უბედურებას მე არ ვიცი ამას რა იშველება დავიწერეთ რა ვქნა ამას რა უშველო ხალხო ამას რა უშველო არ ასე ხვარვილი ხო ჩემი შუბლი ხო და გამოვაჩინო ახლა მოგეხსენებათ მე ძალიან მიმზიდვე და მოწიწებული შუბლი მაქვს ხო და გამიulis ალბათ მაგრამ რა ხვარვილი ხალხო წავიდე ის არის ყავაზე მეძახიან მოდუღება მეძანება თორე ყავის მეტი რა მაქვს ხო თან ახლა გაიჯდა და ჩვენში რო დაჩეს სხვა რო დალევ მაგასაც სხვა გემოაგდა სახში რო დალევ რაღაცა გულმწარა არის რა ხო ხდებით რა ვიძახი ხო ხდებით ხალხო ესეც მაქვს უკვე 2 წელია ესა ხო იცით რა არის თმის არ იმაშვები რა სულსანზე პირს მინდა ხალხო არ ვიყინებ იყოს ხალხო იყოს ახლა ყველაფერზე დაშეთყორ დავისხარ უი დედა ახლა ხამი ხვარა ვარ ხო ბაი რაღაცა შეშფოთებული სახება ხალხო თუ მიჩვიდება ხო რა ვიცი არ ვიცი დედა რაღაცა ვერავარ კარგად გეუბნება ვცივდები იმახვარ გადამდო ქალო გრიპი აჰა ესე კი რა დაეთრევა ამ მეზობლებში ხალხო გრიპიან უი დედა უნამუშო კალი მალე რაო მალე მამა გახდენია გავარდე მეტროს განათებაში აი გოხდი